მოკლედ ბატონებო და ქალბატონებო თემას დავდებთ გავაგრძელებ. მოკლედ მოსვენება დავკარგე იმის შემდეგ რაც რუსეთის ეგრეთ წოდებულმა პატრიარქმა და უკვე დიდი ხანია აღარ მოიხსენიებდნენ უწმინდეს და უნეტარეს ცხუმ აფხაზეთის მთავარ ეპისკოპოსად და ახლა უკვე საქართველოს ხელისუფლებამაც აუба მხარი ამაში და აქედან გამომდინარე გამიჩნდა არაუსაფუძვლო ეჭვი და რაში მდგომარეობს ახლა ჩემი შეეჭვება. ეს საუკუნეების მანძილზე უკვე ცნობილია რომ საქართველოს გაერთიანება არც ირანს, არც რუსეთს, არასოდეს არ აწყობდა, ვინც იცის ქართული ხასიათი, გაერთიანებული საქართველო წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს იმპერიებისთვის და ნებისმიერი დამპყრობელისთვის. აქედან გამომდინარე, დაყავი დაიბატონეს პრინციპი, ყოველთვის მუშაობდა და ყოველთვის იყენებდა ამ მექანიზმს განსაკუთრებით საქართველოს მიმართ, იმიტომ რომ სამწუხაროდ თანდაყოლილი სიძულვილი და ზიზღი გვახლავს. ამას ვერ გავექცევით, ეს არის სიმართლე. ერთმანეთის ზიზღი და გაუტანლობა. აქედან გამომდინარე იყო ადრე საუკუნეების წინ უпростоროდ, როდესაც საქართველოს საპატრიარქო იყო ორ ნაწილად გაყოფილი. და მას შემდეგ რაც საქართველო გაერთიანდა, ეს პატრიარქის დაემატა უწმინდესი და უნეტარესი, ანუ ორ ნაწილად იყო გაყოფილი საქართველოს საპატრიარქო და აღმოსავლეთის პატრიარქი უწმინდესად მოიხსენიებოდა და დასავლეთის უნეტარესად და შემდგომად იმისა, როდესაც გაერთიანდა უკვე ქართული ეკლესია, ეს ორი წოდება გაერთიანდა და უწმინდესი და უნეტარესად მოიხსენიებენ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენი პატრიარქები ყველა წმინდანები იყვნენ ან ყველა ნეტარები, არა, ეს არის ჩვეულებრივი წოდება, როგორც მაღალ ყოვლად უსამღვდელო ესი, თქვენ აღმატებულება, როდესაც მიმართავთ ხო ადამიანებს, დაახლოებით ეგეთივე შეიძლება უხეშ შედარება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გასაგებ ენაზე რომ ახსნა ესე. ჩემი აზრით რუსეთი უკვე დიდი ხანია ცდილობს საქართველოს დანაწევრებას შიგნით გახეთქვას, ანუ შიგნით განხეთქილების შემოტანას. და აქედან გამომდინარე ნელ-ნელა ამოიღეს ჩვენი პატრიარქის მოხსენიების დროს ცხუმ აფხაზეთი და უნეტარესი. ეხლა ეს ყველაფერი საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამაც დაიწყო. ჩემი აზრით ეს ყველაფერი ემსახურება ზუსტად ამას, რომ საქართველოს ეკლესია გაიყოს სამხრეთ და აღმოსავლეთ და დასავლეთ საპატრიარქოებად და ეკლესიებად. სხვა დასკვნას უბრალოდ ვერ ვაკეთებ. ღმერთმა არქანას ეს იყო სიმართლე და ძალიან გამეხარდება თუ მეშლება, მაგრამ მოვლენების დრამატურგია და მოვლენათა რიგი ზუსტად ამისკენ მიგვაქანებს, რომ ჩრდილოეთი გეგმავს საქართველოს ეკლესიის გაყოფას. დასკვნები თქვენ თვითონ გააკეთეთ. მე როგორც ამ ეკლესიის წევრს და მრავალი სასულიერო პირს ვიცნობ და მეგობრობ მათთან, ნათესაური ურთიერთობებიც მაქვს, რითაც ვამაყობ. და ჩვენი ეკლესია ნამდვილად არის სავსე პატიოსანი მღვდლებით და პატიოსანი სასულიერო პირებით. და მე იმედს ვიტოვებ, რომ თუ ეს ჩემი ვერსია და ვარაუდი დადასტურდა, ისინი გააფთრებული ბრძოლით და კბილებით დაიცავენ ჩვენი საქართველოს ეკლესიის ერთ მთლიანობას
ეს ტერმინი სხვათა შორის ჩემმა მეგობარმა მღვდელმა მასწავლა. ერთმთლიანობას. ღმერთმა დალოცოს საქართველო, ასეთი მძიმე პერიოდი, რამდენი რამე გადავიტანეთ ერთად სულ ყველამ, ხო? მე ჯერ არ მახსოვს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო.